მეგობრებო, ამ ძალიან სიმპათიურ ქართველ ბიჭს დემეტრეს 15 მაისს 8 წელი უსრულდება. არავინ ყავს რომ მიულოცოს. ბავშვს მამა გარდაეცვალა, რომელიც მზად იქნებოდა ეჩუქებინა მისთვის მთელი სამყარო. დედა მარტო დარჩა სამი შვილით, არა მხოლოდ უფულოდ, ულუკმაპუროდაც, რომ ოჯახი გამოყვებოს. ასეთი უბედურებაა. ასეთი ბავშვებით ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა იამაყოს მსოფლიოში. შეხედეთ, თუ როგორ აკეთებენ ყველაფერს დემეტრე და მისი ძმა, რომ დედა მათთან მეთხანს დარჩეს, არ გაყვეს მამას და არ დარჩნენ უპატრონოდ. დემეტრე ოცნებობს დაბადების დღის გადახდაზე მეგობრებთან. ტორტით, სანთრებით და გემრიელობებით. ყველაზე დიდი სურვილი კი ტელეფონია, სკოლისთვის და თამაშებისთვის. მაგრამ დედას არ აქვს საშუალება რომ შვილს ასეთი ძვირფასი საჩუქარი აჩუქოს. მოდით, ბიჭს ისეთი დღესასწაული მოვუწყოთ, რომელიც ემახსოვრებათ არა მარტო მის ოჯახში, არამედ მეზობლებსაც. იქ მეზობლები, მთელი საქართველო, ვისაც აქვს სული და გული. ეს ჩვენი ბავშვია, ჩვენი პატარა ქართველი. მასაც უსურვოთ ისეთი ბედნიერება, როგორცაც საკუთარ შვილებს უსურვებდით. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.